გორის რესტორანში დაპირისპირებისას 19-20 წლის ახალგაზრდები დაჭრეს, რომლებიც სამხედრო სამსახურის დასრულებას აღნიშნავდნენ. 2 დღის წინ მომხდარი შემთხვევის დეტალები დღეს გახდა ცნობილი. როგორც რესტორანში ამბობენ, ახალგაზრდებმა გვერდზე მაგიდასთან მსხდომ ნასვამ პირებს მოუწოდეს სტუმრებისთვის შეურაცხყოფა აღარ მიეყენებინათ, რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვა. 2 დაჭრილი გორის ჰოსპიტალიდან მალევე გაწერეს, მომხდარზე 1 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა მინისტრმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. თამაზაშვილი თამთა ქიმბარიშვილის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა. სამინისტროს განცხადებით 2 თვეში 300-მდე სავარაუდო სამართალ დარღვევა გამოავლინეს. სამართალ დარღვევებად ძირითადად კრიტიკული და სარკასტული Facebook პოსტები მიიჩნევა. მათ ავტორებს სოლიდურ ჯარიმებს აკისრებენ და პატიმრობებს უსჯიან. რუსებმა ცოტა ხნის წინ ოდესას შეუტიეს დრონი მაღალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსს მოხვდა. უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამჯერადაც სამხედრო ობიექტებზე დარტყმა უწოდა. 27 ბალისტიკური რაკეტითა და 185 დრონით თავდასხმის შედეგად კიევში 9 ადამიანია დაღუპული. რუსეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის, მიზეზი უკრაინული დრონების თავდასხმაა. უკრაინამ რუსული თბოელექტროსადგური დაბომბა ოკუპირებულ დონეცკშიც. სადგურმა მუშაობა შეაჩერა. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ საწარმოში თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკშიც.